სოხუმში ვიყავით ხოლმე ძალიან ხშირად. სინოპში იყო ესეთი დასასვენებელი სახლი, გვიწევდა ყოფნა ძალიან ხშირად. ბავშვობიდან, 8 წლის ასაკიდან მახსოვს, რომ ზღვაზე დავდიოდით დასასვენებლად სოხუმში და ვერც წარმოგვედგინა სხვაგან სადმე. ეს გადასარევი კლიმატის გამო დედა ექიმი იყო განათლებით და მისი მეგობარი ცხოვრობდა სოხუმში. ლეილა ჭიჭინაძე ასეთი გადასარევი ქალბატონი იყო და მისი მეუღლე ხუტა ბარკალაია, ექიმების ოჯახი იყო, ძალიან საინტერესო და კარგი სოხუმელი, ნამდვილი ინტელიგენცია და კულტურული ადამიანები და ისინი იქ ცხოვრობდნენ. და ჩვენ რო ჩავდიოდით ხოლმე დასასვენებლად, დედა რა თქმა უნდა აუცილებლად მიდიოდა, მეც მივყავდი ხოლმე სტუმრად მე და ჩემი ძმა და მათთან მახსოვს ეს რაღაც არაჩვეულებრივი სითბო, ძალიან კარგი ოჯახი და ესეთი ჩვენ დასასვენებელ სახლში ვიყავით ხოლმე და ეხა იქ რაღაცა სადილად რო ჩავდიოდით ოჯახში და ეს კერძები და რაღაცა, მაგრამ ამის გარდა კიდე იყო რაც მთავარი იყო, ეს იყო ძალიან ქართული ქალაქი. ყოველ წელს დავდიოდით და არა მხოლოდ ზაფხულში. ნოემბერში მქონდა ხოლმე სკოლაში არდადაგები და ნოემბერშიც კი ერთკვირიან არდადაგებზე მივდიოდით ხოლმე სოხუმში და ეს მახსოვს ძალიან ბევრი კარგი კულტურული ადამიანი იქ. მე უკვე გასტროლებზეც ჩავედით სოხუმში, თუმანიშვილის თეატრი იყო 82 წელს გასტროლზე და ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ჩვენს თეატრს და ჩვენს სპექტაკლებს. მაშინ თამაშობდით ასეთ ძალიან ცნობილი სამი ვოდევილისგან შემდგარი სპექტაკლი იყო, მე და თაზო თოლორაია, ჩემი მეგობარი და პარტნიორი თამაშობდით და ნინო ბურდული ამ სპექტაკლს ბნელ ოთახში ასე ერქვა. შეგძაგდა ჩემი სახე. რაღაცა არაჩვეულებრივი მაყურებელი მახსოვს. თეატრიც იყო ძალიან კარგი, ძალიან მყუდრო, ძალიან კარგი სცენა, გემრიელი, ასე ვთქვათ. მე მახსოვს თვითონ სოხუმის თეატრში ჩვენი კოლეგების დახვედრა, ძიმა ჯაიანის ყურადღება არ დამავიწყდება, იმიტომ რომ იქ იყო რაღაც ეპიზოდი პატარა ესეთი, რომ სპექტაკლის წინ ძალიან ცუდად გავიჭერე ფეხი. ჟანგიან მილს წამოვედე და საერთოდ მარცხიანი ვარ ძალიან და მახსოვს რომ ეს სპექტაკლის წინ გავიჭერე საშინლად ფეხი და მახსოვს როგორ გადამყვა მაშინ ძიმა და როგორ გაიქცა და მომიტანა რაღაცა წამლები და რომ შემიხვედა. ხო და ეს დამოკიდებულება ჩვენი კოლეგების ჩვენს მიმართ, სოხუმელები თვითონ, იქაური ოჯახები ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, ურთიერთობა, სითბო, კაკუბერების ოჯახი მახსოვს, სადაც ძალიან ხშირად დავდიოდით ხოლმე ამ გასტროლების დროს ზაფხულში გვასპინძლობდნენ. ძალიან კარგი მეგობრობა ჰქონდა და ურთიერთობა. მე მახსოვს გაგრაში ჩავდიოდით, ალახაძეში იყო დასასვენებელი სახლი ძალიან კარგი, სადაც ასევე ჩავდიოდით ხოლმე. სულ ვეფერებოდით ჩვენ აფხაზ ძმებს და ყოველთვის ჰქონდა ესეთი შეგრძნება, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან და არანაირი განსხვავება არ ჰქონდა. არასოდეს ეგეთი რაღაცა არ ყოფილა ჩვენ შორის და მე რაღაცნაირად დაიძაბა და 93 წელს ბოლო ზაფხული რო იყო, უბრალოდ შემოდგომა სექტემბერში მე ვიყავი ბიჭვინთაში და რამოდენიმე დღით გამოვასწარით იმ უბედურ ამბებს. დაძაბული იყო ურთიერთობა, მახსოვს ეს როგორი ტრაგედია იყო ჩვენთვის, ყველასთვის. იგივე 9 აპრილამდე 99 წელს იყო კიდე მახსოვს მღელვარება უნივერსიტეტთან დაკავშირებით და ესეც მახსოვს ძალიან კარგად. მაგრამ ეს დამოკიდებულება ჩვენგან ყოველთვის იყო უნივერსიტეტი გაიხსნა აფხაზური ენის მიმართ, აფხაზური კულტურის მიმართ. ყოველთვის იყო პატივისცემა და დადებითი დამოკიდებულება და აღიარება ამ მხარის და ამ ხალხის და მე რა თქმა უნდა როგორც ყველა ქართველს ძალიან მეტკინა გული იმ ყველაფრისგან რაც მოხდა.
ჩვენი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე ძალიან ადვილად ვეგებით პროვოკაციებზე. და მე მაინც მგონია, რომ ძალიან წარეთ წამოეგნენ პროვოკაციაზე ჩვენი აფხაზი მეგობრები და ჩვენი ძმები. ჩემი რაფიელის ანდერძის თაობაზე გაწუხებთ ბატონ. რაფიელი რა კაცი იყო კაცი. რა სალამი იცოდა კაცი. ძვირფას 83 წელს სოხუმში გასტროლებით იყო თუმანიშვილის თეატრი და იმავე დროს მე პარალელურად ვიღებდი ფილმში ლეილა გორდილაძის არაჩვეულებრივი ქალბატონის და რეჟისორის ფილმში აქედანა და შენამდე და გადაღებები მაშინაც სოხუმში გქონდა. ოღონდ ისე ემთხვეოდა, რომ აი თეატრის გასტროლი რომ დამთავრდებოდა, მერე უნდა გაგრძელებულიყო გადაღებები. და მანამდე ისევ გადაღებაზე ვიყავით ოღონდ ქუთაისში. და აი მახსოვს, რომ ქუთაისიდან მეგობრებმა გამოიარეს მანქანით და ქუთაისიდან წავედით მანქანით სოხუმში, აი ამ გასტროლებზე 1-2 დღით ადრე ჩავედი და ეს გზა მახსოვს რაღაც არაჩვეულებრივად, რომ ქუთაისიდან რომ მივდიოდით სოხუმში, თან მაშინ ახალი შემოსული იყო ცნობილი Gypsy Kings ამათი მუსიკა რაღაც ქონდა ჩამოტანილი რომელიღაცა გასტროლიდან რაღაცა და უსმენდით ამ კასეტა ქონდა მანქანაში და ეს ტრასა მახსოვს როგორ მივდიოდით სოხუმისკენ და აი პირველად რო ზღვა გამოჩნდა და როგორ შევხვდით ამ ზღვაში და ეს რაღაცა ფრაგმენტები ესეთი ბედნიერი სიხარულის ფრაგმენტები მე მახსოვს როდესაც დამთავრდა თეატრის გასტროლი და უნდა დაწყებულიყო გადაღებები და მე დავრჩი და 2 დღე ვიყავი სანამ თეატრის ესე ჩვენი მსახიობები წავიდნენ და 2 დღის მერე უნდა ჩამოსულიყვნენ უკვე გადაღების ჯგუფი და მე ბარემ დავრჩი იქ ვიყავი და 2 დღე ვიყავი მარტო და მაშინ ესე მარტო ყოფნას დიდად მიჩვეული არც ვიყავით ან პატარა ვიყავი მახსოვს რომ ეს 2 დღე დავდიოდი სოხუმში და ვიყავი მარტო და ჩემთვის რაღაცნაირად სრულიად სხვანაირად აღიქვა ქალაქს როცა მარტო ხარ და სხვანაირად აღიქვა როცა ვინმესთან ერთად ხარ ეს ესეა ჩემი აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულება ცოტა უფრო შორიდანაც იწყება ბებია ჩემი ჯერ კიდევ გასაბჭოების დროს როდესაც ბაბუას ცოლად გაყვა და იქორწინეს, ბაბუა ჩემი თეთრგვარდელი იყო და მათი ნაწილი იდგა სოხუმში. ასე რომ ბებია და ბაბუა შეუღლების პირველი 4 წელი ცხოვრობდნენ სოხუმში და ბულვარში ერთი შენობა იყო მრგვალი ფანჯრები რო ქონდა ზემოთ ზედა სართულზე. აი იმ სახლში ცხოვრობდნენ თურმე და ესე მიყვებოდა ხოლმე ბებია. მე ერთხელ დასასვენებლად ვიყავით, პატარა ვიყავი ძალიან და იქ ჩამოვიდნენ ბებია და ბაბუა ჩვენ ჩამოგვაკითხეს მახსოვს და წამეყვანა მომკიდა ხელი და ემა გამატარა იმ ბულვარში და იმ სახლში შემოხედა, აი შეხედე ამ ფანჯარას, აი ის იქ ცხოვრობდითო ჩვენო. მამა ჩემი მშენებელი იყო ენერგეტიკოსი და მამა ჩემის აშენებულია კიდევ ერთი სახლი სოხუმში. სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ ძმები ვართ, რამ გავყო. ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდება და ძალიან მალე მე გავივლი იქ და აი იმ რგვალ ფანჯრებიან სახლს ავხედავ. ინტერვიუის ჩასაწერად სანამ მოხვიდოდი, ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი და უთხარი, რომ აი ესე მეთქი მოგვიანებით დაგირეკავ, მოდიან ჩემთან აფხაზეთზე უნდა ვილაპარაკოთ ხო და აღფრთოვან და რაღაცა აღელდა, აფორიაქტა და თქვა, რომ შენ აუცილებლად უნდა თქვა, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთ. მე ვთხარ, ეხა მაგას ყველა ამბობს და ისედაც და მე თქვა, რომ იცი რაო, მაშინ ესე თქვიო, რომ ჩვენ აფხაზეთი კი არა, აფხაზები უნდა დავიბრუნოთო. ასე რომ აი გადმოგეცით ჩემი მეგობრის სურვილი რომელიც არ არის მარტო ერთი ადამიანის სურვილი.